სოლიკო ვირსალაძე ცეკვას მოსავს საერთოდ და მუსიკას მოსავს და მისი დეკორაცია, მისი ფერწერა თეატრში ეს არის მუსიკის ვიზუალიზაცია შეიძლება ასე ვთქვას, დრამატურგიული ვიზუალიზაცია და მუსიკალური ვიზუალიზაცია. ნუ ამაში ალბათ ის არის უბადლო ოსტატი. ნუ ცნობილია რომ ის იყო საკმაოდ ისეთი ოჯახიდან მამა ყავდა სასულიერო აკადემია ქონდა მამას დამთავრებული, შემდგომ ეკონომისტი იყო და უყვარდა თეატრი და რაც შეეხება დედასა, ყველა დედაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. დედა იყო თან მღეროდა, რაღაცა ლექსებს წერდა, მღეროდა ვანუს სარაჯიშვილთან ერთად, ლექსებს აქვეყნებდა ჟურნალებში ჯეჯილი ნაკადული. თვითონ ისინიც მისი შვილები, ოჯახში იყო 3 შვილი. ბატონი სოლიკო, სიმონ ვირსალაძე და მისი ორი და ქალბატონი თინა ვირსალაძე, რომელიც იყო ძალიან დიდი ხელოვნებაცოდნე და იყო ამ მეცნიერების, ამ მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქალბატონი ლოლოტა ვირსალაძე, ელენე ვირსალაძე, რომელიც ფოლკლორის დარგით მუშაობდა და ასევე ცნობილი მეცნიერი გახდა და ოჯახში ეს რაღაცა თეატრალური ტრადიცია ძალიან იყო, თეატრისადმი სიყვარული იყო ძალიან გამომჟღავნებული, ამიტომაც ეს ბავშვები დედას თავიდანვე დაყავდა თეატრში და ეს როგორც თვითონ იხსენებდა, ასევე ეხლაც აქ ამ კედლებშიც იყო არაერთხელ ნათქვამი, რომ როდესაც პირველად თეატრში დედა მიიყვანა, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩააბარა, ეს არის ბიოგრაფიული მცირეოდენი მონაცემები, ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ჯერ სწავლობდა თბილისში შარლემანთან, შემდეგ გადავიდა მოსკოვში ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგი იყო რაბინოვიჩი და ბოლოს ეს მოსკოვის სასწავლებელი შეუერთდა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიას და საბოლოოდ ამთავრებს ლენინგრადის სამხატვრო აკადემიას ბობიშევის კლასს. სხვათა შორის აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებული, რომ ალბათ ის სამივე მხატვარი, რომელიც მას შეხვდა აი ამ სწავლების გზაზე, განაპირობა მისი პრიორიტეტების დასმა. იმიტომ რომ რაბინოვიჩი შესაძლებელია უფრო კონსტრუქტივისტული პლანის მხატვარი იყო, თუმცა სოლიკოს შემოქმედებაში ნაწილობრივ იგრძნობა ეს რაღაცა ურთიერთობა ცალკეული კონსტრუქციული ელემენტებისა და ფერწერული დეკორაციისა. შემდგომში ამასთანავე ერთად თვითონ შარლემანი და ბობიშევი უფრო იყვნენ, განსაკუთრებით შარლემანი მხატვრები, რომლებიც მიერის კუსტოსთან იყვნენ დაკავშირებული, ეს გაერთიანება გასაგებია, ვინ შედიოდა ამ გაერთიანებაში და ამიტომაც მისთვის ეს ძალიან ახლო იყო. ის კი არა, აი ამ ერთ-ერთი კრიტიკოსი ხელოვნებაცოდნე აღნიშნავს ლიზია ბლოკი, რომ ბაქსტის მერეო საერთოდ ვირსალაძე არის პირველი მხატვარიო, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომელიც მოსავს აი ამ ზუსტად ცეკვას და მოსავს ცეკვას, ერთადერთ ცეკვაზე ქონდა ეს არის. როგორც პიროსმას მასთანაც აქ ეს მომენტები არის, რომ უყვარს ერთი ფერი, ვთქვათ, ძირითადად შავი, ხშირად ამ შავს ეს შეუსაბამებს ხოლმე ვირსალაძეზე არის ამ შემთხვევაში აქრომატული ფერები, წითელი, ლურჯი, ყვითელი და აი ამის შედეგი და გარდა ამისა, აი ამ ფერადოვანი მიდრეკილებისა, ამავე დროს ისიც აი ეს ლაკონიზმი, მონუმენტალიზმი, თვითონ დროის შეგრძნებაც კი, აი როდესაც ყოველ შემთხვევაში მე ასე მაქვს ფეროსმას რო უყურებ, იქ წამი დრო გაჩერებული მაქვს, აი წამი როგორც რაღაცა მთელი მუდმივობა. აი ასევე როდესაც მე ვირსალაძის დეკორაციებს უყურებ სპექტაკლზე და მე მქონდა ძალიან დიდი ბედნიერება მენახა ყველა მისი სპექტაკლი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ის თითქოს პასუხობს აი პირდაპირ ისეთ არაჩვეულებრივად გზნობდა დროის მოთხოვნებს და ის პასუხობს აი მოთხოვნებს, რომელიც დადგა თეატრალური მხატვრობის წინაშე ხდება პრინციპში მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კონკრეტული ამავე დროს ეს კონკრეტიკა მინიმალისტური ხერხებით არის მიღწეული, ეს არის ძალიან განზოგადებული, ეს არის მეტაფორული აზროვნება და ეს არის აი ის კონკრეტიკა, ეს არ არის რაღაცა ცალკეული დეტალები, არამედ სიმბოლოების გამოყენებით არის შექმნილი, რის შედეგად შენღებულობ მხატვრულ სურათს ის, რომ შენ იქვე გესმის, სად ხარ, რომელ ეპოქაში ხარ, რომელ ქვეყანაში ხარ.
40-იან წლებში ომის დროს და თბილისში ალბათ აღსანიშნავი სპექტაკლებიდან ყველაზე მეტად ხაზი უნდა გაისვას რუსთაველის თეატრში სალავიოვის პიესა დიდი ხელმწიფე, რომლის კოსტიუმები დღესაც იქ არის შემონახული და მართლა რაღაცა იცით არის მე როდესაც ამ ხატვაზე ვლაპარაკობ შეიძლება ხშირად ცოტა არ მიყვარს ძალიან ეპიტეტურ მეტაფორული ლაპარაკი მაგრამ აქ არ შეიძლება მისგან თავი შეიკავო იმდენად 45 წელს შექმნილი კოსტიუმი დღეს ისე გამოიყურება დიდი მადლობა რუსთაველის თეატრს ასეთი შენახვისთვის მაგრამ ისე გამოიყურება და ისეთი ფაქტურა აქვს რომ აი არ ვიცი თითქოს გუშინ არის შექმნილი და აი გაზრებითაც იმიტომ რომ ძალიან რთულია მაინც ახლა მსახიობს აი ესეთი ქურქები მოარგო ისე რომ მან იმ მომენტში კიდევაც იმოძრაოს კიდევაც ილაპარაკოს კიდევაც მე იცეკვოს ეს ყველაფერი და ყველა ალბათ თუ ქართულ თეატრში გამოჩენილი მხატვარი იყო 70-იან წლებში აი ნინოს მამა ბატონი გოგი გუნია, გოგი მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე, მამია მალაზონია, იურა გეგეშიძე ყველას აი იმ ტერიტორიაზე აქვს და პირდაპირ არის რაღაცა 64 იქ რო ხდები, როდესაც შენ აი რაღაცა თეატრალურ 64-ში იმყოფები ნამდვილად და აი ეს ადამიანები ზოგი გარდაცვლილია ზოგი ცოცხალი, მათი აურა ძალიან მოქმედებს აი იმ ადგილას, როდესაც შენ იქ იმყოფები, შენზე ძალიან მოქმედებს მათი აურის არსებობა. აი აქ როდესაც გრიგოროვიჩთან მუშაობს ეს გრიგოროვიჩი ჩამოდიოდა როგორც აღნიშნე თბილისში და მის სახელოსნოში ისინი ერთად ცხდებოდნენ უსმენდნენ მუსიკას ეს ხო საერთოდ ყველაფერი აქედან იწყებოდა პირველი ნაბიჯი ეს იყო მუსიკის მოსმენა ამიტომაც არის რომ თვითონაც ბატონი სოლიკო იძახდა რომ ის ქმნის მუსიკისა და დრამატურგიის შესაბამის ვიზუალურ ხილვებს აი ასე თუ შეიძლება ასე ითქვას ვიზუალური ინტონაციებს რომ მასალად იყენებს ბადეს რომელიც გამჭვირვალეა შესაბამისად ყველაფერი ძალიან ჰაეროვანია და პირიქით იცით როგორ არის რაღაც დამატებით რიტმულ აქცენტებს ქმნის და ზოგადად იმდენად მდიდარია მისი კოსტიუმი თავისი თარგით თავისი ისევ ფერადონებით აპლიკაციებით რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს და ამის შედეგად ძალიან ისე მჭრელად კი არა რაღაცა ძალიან ცხოველხატულად ისე მდიდრულად ეს ყველაფერი იკითხება და მაქსიმა ლიეპას კრასი ეს ალბათ მიუღწეველია რა აი ის როგორი ხატს ის ქმნიდა ამ კრასისა თავისი გრიმით თავისი ტანსაცმლით თავისი მამაკაცური ნახატით და ვერსალადის შემოქმედება აუცილებლად უნდა აი ამ მარადიულობასთან გაიგიავოთ და აი ამ ხატვართა რიგებში უნდა გავაერთიანოთ და შემდგომში იყო არაჩვეულებრივად ელეგანტური ოქროს საუკუნე, სადაც გადასარება ჩანდა არტ მოდერნის ელემენტების ელეგანტურობა, ისეთი არომატი იდგა პირდაპირ სცენაზე აი ამ ეპოქის რა. თვითონ ქალბატონი ნინო იძახდა, ძალიან საინტერესოდ მუშაობდით. ხან ცეკვა იქნებოდა და მე ესკიზს ვქნიდავდა, ხანდახან ესკიზს მომიტანდაო და იმ ესკიზიდან იბადებოდაო შემდგომ ცეკვა. აქაც იმდენ აი ძალიან გაუმართლა, ესე იგი ორი პიროვნება, რომელთანაც ტანდემი შექმნა, გრიგოროვიჩი და ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი ამ შემთხვევაში, აი ორივესთან ეს იყო რაღაცა ისეთი ჰარმონიული კავშირი, ისეთი ურთიერთგაგება, რომ იშვიათი არის აი შემოქმედმა ადამიანმა აი ასევე თავისივე აი იპოვოს თავისივე აზრით გამზიარებელი და თან ავტორი გახდეს, ესე იგი ესეც მთავარი არის. განსაკუთრებით აი ამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში რომ ხატვარი ხდებოდეს თანა ავტორი სპექტაკლისა, აი ზუსტად ამაშიც არის სცენოგრაფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რომ ის უნდა იყოს თანა ავტორი, ის უნდა იყოს კონცეფციის შექმნელი რეჟისორთან ერთად და აი ეს ზუსტად მოხდა ისე რომ ვერსალაძე აი ამ პერიოდში იყო ყოველთვის აი ამ ადამიანებთან ერთად აი გამზიარებელი წარმატებისა და თანა ავტორი იმისა რაც ხდებოდა სცენაზე. ძალიან დიდი მადლობა.